როგორ ხართ გოგონებო? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მინდა ჩემი საყვარელი სიმღერიდან მოვუჭრა დასათაურება ამ სიყვარულს შენ სახელს ვარქმევ. ამ სიყვარულს შენ სახელს ვარქმევ რაღაცნაირი აი მე მინდა რომ ყველა ასეთი გულით და ემოციებით უმღეროდეს ერთმანეთს სიყვარულზე და მოდი ვნახოთ არქმევს თუ არა ეს ადამიანი ვისაც თქვენ ჩაიფიქრებთ თქვენ სახელს თუ არ არქმევს როგორი სახელი ქვია ამ ყველაფერს და ტრადიციულად რა თქმა უნდა ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ წინასწარ თქვენი აქტიურობა ლაიქები რაც აუცილებელია და ძალიან მიხარია და როგორც ყოველთვის მინდა იყოთ სულ ყველა ბედნიერი და გისურვებთ ბედნიერებას ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ დაზეპირებული უკვე დამაკომპლექსეთ უკვე ვფიქრობ იმაზეც რომ მე მგონი მისალმება ჯობია შევცვალო მაგრამ ეს მოგისალმები გამარჯობა რაღაცა ნუ არ მოდის ჩემთან რა პირდაპირ როგორ ხარ რაღაცა ესე უფრო დაკალური არ მეთანხმებით მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაცა უკვე ვფიქრობ რომ რაღაცა ხდება ჩვენს სურვილებს გაუმარჯოს წეხან რომ დავლი ეს ყავა გული დაეხადა და მე უბრალოდ გულებით ყვილად არ მეხატება მე ხა ეს რას ნიშნავს რა თქმა უნდა მას არ გავაჟღერებ რაც არ ნახეთ როგორ დამთხევა ქურუმი ეს ჩემი საიდუმლო იქნება რა როგორ მაგრამ რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს და გული მოდის არ აქვს მნიშვნელობა არაფერს არ ვაკეთებ მაგრამ შეიძლება ცაზე გული დაიხატოს ოღონდ მართლა ანუ მე ვინც მიცნობს ყველა მიცის ეს ამბავი ჩემზე და ეს იმის მანიშნებელია რომ სამყარო ყოველთვის მისმენს და საოცარი სურპრიზები მოდის და ეხლაც რაღაცა მელოდება უეჭველი და რა თქმა უნდა თქვენც გიზიარებთ ამ ყველაფერს და მინდა რომ ჩემი წყალი გადმოგესხათ და ყველაფერი კარგად გქონდეთ მოდი ვნახოთ ეხლა ჩვენ რაც თავარი არაფერს თუ არა ეს ადამიანი თქვენ სახელს სიყვარულს ეს არის ყველაზე კარგი რაც კი შეიძლება ადამიანს დაიმართოს ქალს არქმევს თუ არა ეს ადამიანი ვისაც ჩაიფიქრებთ ნახოთ მინიშნება ისე ყველაფერზე წამსვლელია ესეთი გმირია ნუ სიყვარულის გამო ისევე სამოვარდა ნახოთ რისი მეტყველია ნახოთ ერთი არქმევს თუ არა ეკნება თუ არა ბოლოს სამომავლო თქვენი სახელი მაინც ამ სიყვარულს არქმევს ეს ადამიანი არქმევს თქვენს სახელს და არ ვიცი მე ახლა რა ამოვა მაგრამ აუცილებლად უნდა დავსვა შემდეგ კითხვა თუ არა და რა ქვია მაშინ ამ სიყვარულს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გიკავშირდებათ თქვენ აი იცი რა არის ის არის აი ადრე იყო 90-იანებში რა ქვიას რო გეტყოდა ვინმე გაცნობის კუთხით მაგალითად ჩემზე ხვასაზე იწყება და აზე მთავრდება რაცა მინიშნებები ანუ იცი რა არის მოთხოვნილება აქვს ამის და რა თქმა უნდა შენს მიმართ აქვს ტოლვა ამ ადამიანს შენს მიმართ აქვს სურვილი რომ მინიმუმ თუ გწერს ეს ადამიანი ტყუილად არ გწერს ანუ ტყუილად არ გწერს იმიტომ რომ დრო გაიყვანოს არა აქვს ამის მოთხოვნილება და საინტერესო კომბინაცია რვიანზე ნუ მეორე არ მოწოს მაინც რვიანი ხმალია და მთლად შენი სახელი არ ქვია ამ ყველაფერს მე აქ ისეთი გზნობა მრჩება რომ რადგან ეხლა მე მაგი აუნდიოდა და რამოდენიმეჯერ ამომიხდა მოკლედ დასტიდან მე მაქვს ეჭვი რომ ეს ადამიანი ამ ყველაფერს ხელოვნურად აკეთებს მას შეუძლია რომ დაარქვას მაგრამ არ არქმევს ანუ ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მე არ დავარქვა შენი სახელი თორე ისე ჩაფიქრებული აქვს სადღაც ახლოს არის მაინც მოდი ვიკითხოთ მაინც მაინტერესებს მე ეს ყველაფერი მაინც მესამე არკანით გამეცი პასუხი აი რა არის ეს ყველაფერი არის თუ არა შენი სახელი მე რასაც მოქმედებ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შენზეა მაგრამ სახელს ეწინააღმდეგებ აი რასაც ქვია სახელს არ არქმევს ამ ურთიერთობას რა ქვია ამ ურთიერთობის სახელი მაინც რომ ითხრა იმიტომ რომ სიყვარულში პრობლემებია კომუნიკაციაში პრობლემა ეს იცი როგორ რაღაცა აი რომ მიხვდე ახლა მაგალითად შენზე ერთგვარეს გაშლა არის როგორ ამე იცი აი ხვდები რომ შენთან უნდა აინტერესებს აქვს კომუნიკაცია მაგრამ რაღაცები ხდება შენთვის გაურკვეველი ანუ თითქოს აი ფიცი მწავს ბოლო მაკვირვებს არის სიტყვა მაგალითად მაგრამ არ არის მოქმედება
არ არის მოქმედება. არის რაღაც ამის მინიშნება და ელოდები აი ამან მე დღეს ეს მიმანიშნა, მაგრამ არაფერი არ ჩანს. მე მაინტერესებს მაშინ აი ამ ურთიერთობას, როგორი კომუნიკაციაც ახლა არის, რა სახელი ქვია ამ ყველაფერს სამართლიანობა 4-100. ესე იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიყვარული არ გვიოდეს. არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ემოცია და გრძნობა აქ შენს მიმართ, მაგრამ სიყვარული არა. მაგრამ როგორ ხედავს იცი ამ ურთიერთობაში თავის თავს ხედავს უფრო ყველაზე მთავარ პერსონაჟად. ხო არის რომ ახლა ორ ადამიანში, ორ სასიყვარულო ურთიერთობაში ერთი ვერ იქნება გმირი, ხო? ორივე მნიშვნელოვანია და ამას აქვს ისეთი მომენტი, რომ არა მე ვარ აქ მნიშვნელოვანი. ანუ რას ნიშნავს? შენ ხარ აქ მნიშვნელოვანი, თავად შენ ხომ არა ხარ სიყვარული, რაღაცა მოდის ეს, ანუ თავად შენ ხარ სიყვარული? ნახოთ ერთი ქურუმი. პენტაკლების დედოფალი. იცი რა არის სხვათა შორის, მინდა თქვა რატომაც არა. თავის თავზე ძალიან დიდი მაღალი შეფასება აქვს. ეს ადამიანი ტყუილად არც SMS-ით შეწუხდება, არც მოკითხვით და არაფრით არ შეწუხდება. გამოდის რომ მე შენთან თუ ვარა ნებისმიერი კომუნიკაცია როგორიც არ უნდა იყოს, მე ამაში ვდებ დიდ რესურსს და რა თქმა უნდა მე ამას ტყუილად არ გავაკეთებ. ესე იგი მაინც ვერ გავიგე მე აქ ვერაფერი. ვერაფერი ვერ გავიგე დღეს, რასაც ვკითხულობ, გოგონებო არის ყველაფერი, რაც ხდება რეალურად მის თავში, ხო, ამ სიყვარულთან დაკავშირებით. საერთოდ სიყვარული გონია? მთავარი კითხვა ისე. კარგი ეს დასათაურება, მაგრამ საერთოდ სიყვარული გონია ეს ურთიერთობა? შენი აზრით როგორი ეს იყო იმპერატორი? პენტაკლების მეფე. იცი რა არის? მე ვიტყოდი რომ უფრო ვნება. ნახე მისთვის ვნება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მე მინდა რომ მაინტერესებდე როგორც მამაკაც და მე როგორ ვიგრძნობ თავს და რამდენად ღირსეული ვარ მე შენთან და რამდენად ღირსეულად ჩანს ეს ურთიერთობა. მაგრამ საეჭვო ეს ყველაფერი. იცი რა არის? არ უარყოფს რა თქმა უნდა თქვენთან ურთიერთობას და მაგრამ ვიტყოდი უფრო ინტიმურ მხარეს აქცევს ყურადღებას. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ამას და წინააღმდეგიც არ არის, რომ ეს ყველაფერი გადავიდეს, გადაიზარდოს ემოციურობაში, უბრალოდ ამას არ აძლევს დასტურს. ანუ ნახე, ყველაფერს უყურებს, გრძნობს, მაგრამ თითქოს მასია დამოკიდებული, რომ მე თუ მომინდება, დღესვე მე ამ ურთიერთობას მივცე ოფიციალურობას, ან შენ დაგარქმევ ჩემი ცხოვრების დედოფალს და მეყვარები და შემიძლია მთელი ცხოვრება მიყვარდე. მაგრამ თავს იკავებს მაინც. მაგრამ არ უარყოფს აი ამ ვნებას შენს მიმართ, აი ამ ინტერესს შენს მიმართ ამას არ უარყოფს. აბა რას უარყოფ? მაშინ მაინტერესებს კონკრეტულად რას უარყოფ? აი კონკრეტულად რა ვთქვა რომ შენში რამეს უარყოფს, ასე არ არის, მაგრამ აი როგორ რაღაცა იცი, მე ძალიან ბევრი ადამიანები გამახსენდა, მამაკაციც, ქალიც, სხვათა შორის ძალიან ბევრი, როგორც ნაცნობი, ასევე ძალიან ნაცნობიც, რომ მე ვუყურებ და თქვენს გაგახსენდებათ ალბათ, რომ Facebook-ის სტატუსები რო არის, რომ მე ვერ ვიტან ფარისევლობას და ფარისევლების დღე რო იყოს, მე ძალიან ბევრს მოვნიშნავდი აქ. და პრეტენზიები რო აქვთ ადამიანობაზე, ღირსებაზე, მაგრამ კაპიკი რო არის ფასი რეალურად და რო ფიქრობ, მე მიფიქრია, რომ აი ნეტა ასეთი კარგი იყო, რო არ გიცნობდე და რო არ ვიცოდე, ხო? აი ესეთი რაღაცა აქვს. შეუძლია ცუდად მოიქცეს, ცუდად მოგექცეს, მაგრამ აბა გაბედე და ცუდად მოიქცე მას, ან ვინმე ცუდად და უსამართლოდ მოიქცეს და ძალიან დიდი ის აქვს, რომ მე ვიმსახურებ, რომ ვიყო კარგად და მე ვუარყოფ საერთოდ ურთიერთობაში ტკივილს, იმედგაცრუებას, ტყუილს. წარმა დამიმოწმა და თავმა და ყველაფერმა დამიმოწმა. და რა მაინტერესებს, იცი? შენ როგორ ახლა სუფთა ხარ მაგ საკითხში? აი გაფიცებ თქვი, სუფთა ხარ მაგ საკითხში?
სამსახური, მეგობრობა, გაცემა, დახმარება ამაში სუფთა, პირადი მაინტერესებს თასების მეფეა, იცი? ნახე როგორი მომენტი, როცა მას აწყობს კი. აი თასების მეფე, ხუთიანად თასების მეფე. იცი როგორი რაღაც არის? თუ შენთან მას რაღაც არ მოეწონება, ყველანაირ მიზეს მოძებნის და გააბუქებს ამ ყველაფერს. ხუთიანთასი რა არის? კი, რა თქმა უნდა, უდაოდ მე ვგრძნობ, მე რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ მე შემიძლია ეს ავხსნა. მაგრამ მე როცა ამას არ ხსნი და მე მაწყობს რომ დაგიჭირო შენ ამ უარყოფითი და всё ხაზი გადაუსვა და ამის ფონზე რომ მე შევიმსუბუქო მაგალითად ჩემი რაღაცა მინუსები და მოკლედ ცუდი საქციელები დაგიმახსოვრებ მე მაგალითად უარყოფით ყოველთვის და გაგიხსენებ იმას. ანუ აწყობს მაგარი ჭკვიანი და მაგარი მანიპულატორია. მაგრამ მე მაინც ვერ გავიგე რას ნიშნავს შენს მიმართ დამოკიდებულება, აი ამდენ ვლაპარაკობ, 10 წუთია ვლაპარაკობ და ვერ გავიგე ვერაფერი. რა არის ისეთი ამ ურთიერთობაში, უბრალოდ რაც მე, ესე ვთქვათ, ტარო მეტყვის არ მინდა ადამიანს აზრებ ვერ გავიგე ვერაფერი. აი რაც ტარო მეტყვის, რა უნდა გავიგო მე ისეთი, რაც უნდა იცოდე აქ შენ. რა არის აქ ასეთი? ეს შენი მოთხოვნაა თუ ყველაფერი კარგადაა? ეს შენი მოთხოვნაა თუ ყველაფერი კარგადაა? იცი რა არის? ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ცუდათაა. ყველაფერი ნორმაზეა ვიტყოდი. ყველაფერი ნორმაზე როა ურთიერთობაში, ეს რას ნიშნავს, იცი? აი ნახე როგორ აჩვენებს ტარო თქვენს მდგომარეობას. ხო, უკეთესიც შეიძლება, მაგრამ როგორც არის, ისე არის, მაგრამ თუ შენ საკუთარ თავში ჩაურმავდები ამ ყველაფერს, შენ დიდად კმაყოფილი არ ახარ ამ ყველაფრიდან. დიდად კმაყოფილი არ ახარ. პოტენციალი რა თქმა უნდა ამ ურთიერთობას აქვს იმისათვის, რომ შეიქმნას თქვენ შორის მართლა კარგი ჰარმონიული ურთიერთობა, რეალურად. აქ იმასაც უშვებ, თუ ვინმე მაგალითად დაოჯახებულია, პარალელურადაც ხარისხიანად, ზოგადად ეს უხარისხოა ყველაფერი, მაგრამ აქ ისე ხერხდება რომ და მოხერხდება რომ ესეც შეიძლება ძალიან ხარისხიანად როგორ ვთქვა, აეწყოს ეს საქმე და ეს სასიყვარულო სამკუთხედი და გინდ ოთხკუთხედი, რომელშიც თქვენ იმყოფებოდეთ შეიძლება. ორივეს ინტერესები არის ეს თან, ორივეს ინტერესია მაინტერესებს, ერთი ორივეს ინტერესია. იცი რა არის ხუთიანზე? ნუ მოკლედ ეს ადამიანი არ ვიცი რაზეა განაწყენებული თუ მართლა რაღაცა ძალიან მაქსიმალური მოთხოვნილებები ქონდა თქვენთან და ეხლა ისე არ არის ყველაფერი რაღაცა არის ისეთი რაც ემოციურად აქანებს იქეთ-აქეთ. თქვენ შორის არის ეხლა უთანხმოება, უბრალოდ თქვენ შორის არის ტაროსაც გეუბნებით გოგონებო რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს იდეალურად, ერთმანეთს უბრალოდ თქვენ შორის არ არის მოსმენა. ანუ ნახე როგორ რაღაცა მაგალითად ხო არის ესე რომ წესით ეს ასე უნდა იყოს, ხო? მე შენ თუ ხვდები ან რაღაცა ხდება და ვწერთ, ესე იგი რაღაცას ნიშნავს, ხო? არ არის დაფიქსირებული ის მომენტი, რომ იცი რა, კი, უხერხული კითხვა, მაგრამ თავშივე ჯობია რომ გააჟღერო ჩვენ ახლა რატო წერთ, როგორც რა, როგორც ვინ, მეგობრები, ფლირტაობთ თუ რაღაცა გაგრძელება აქვს ამ ყველაფერს. აი ეს არ არის, ეს არის რაღაც დაიგნორებული. თქვენ შორის არ ხდება ტაროს აზრით გულწრფელი საუბარი. გულწრფელი საუბარი და ამ გულწრფელ საუბარს მე აუვლი, ჩაული და მე ხდება ყველაფერი რაც ხდება გზის იქით, ჩუმად რო ხდება რაღაცები და უსიამოვნებები. მოკლედ ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა. ძალიან დიდი მთავარი პრობლემა არის ეს. ისე რომ ვთქვა რომ ახლა წამომსვლელია, მე როგორც უყურებ ამის ენერგეტიკას, წამომსვლელია ამ ლაპარაკზე. არ არის ეს ადამიანი, რომელიც ესე პირდაპირ გეტყვი რა, ხო, აი ესე იყო და მოდი ვილაპარაკოთ. არ უნდა ეს ლაპარაკი. მე ასეთი გრძნობა მჩება აქ და უკვე მინიშნებაზეა დღეს თქვენ გოგოებო ტარო გელაპარაკებათ, მოკლედ იდეალური დღე არის ამისთვის. და როგორ რაღაცა იცი, რომ გიყურებს რომ შენც იმპერატრიცაში ხარ და შენც თუ გჭირდება უკვე მისგან ეს ლაპარაკი, ანუ მას ეჭვიებარება, ანუ უკვე უნდა ამას ეს ლაპარაკი ჩემგან თითქოს მატარებელმა ჩაიარა. კარგი დასათაურება იყო, მაგრამ რაღაცა ისე ვერ არის ყველაფერი, მაგრამ მზე ამოვიდა და მე ესეც დაცდილი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება, კი, ნახე, გამოჩნდება გზა, ამა ტარომაც მომცა მინიშნება, გამოჩნდება გზა, გამოჩნდება მიმართულება, გამოჩნდება შემოთავაზება.
თავარია შემოთავაზება არ დაიგნოროთ, შეიძლება საერთოდ სხვა შემოგთავაზოს, რომ ეს სხვა არც არ ნიშნავს ცუცს. მე ასე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, როცა მასთან რაღაცები გაურკვეველია და არ მოდის გულწრფელ საუბარზე, ხო? რაღაც ის კითხვა მინდა და ვერ გავიგე რა, რა ვკითხო, მართლა ვერ გავიგე. მე მიყვარს ცოტა ასეთი არეულდარეული. მე რო კითხვას ვეძებ, ძალიან მიყვარს ასეთი გაშლა. რამდენი ხანი ვსაუბრობ. ბევრს გქონდა სხვათა შორის მონატრებული გრძელი გაშლები, თუ არ გეზარებათ მომისმინეთ, ისევ თქვენზე ვსაუბრობ. კარგი, მე თუ კითხვა არ მაქვს, მაშინ ტარომ დასვას მისი კითხვა რა. რა კითხვას დასვავდი შენ ტარო? რა კითხვა იქ 8-იანი 100? ოპა, 4-იანი 100. რა ხდება? ტარო საინტერესებს ისი რა არის? თქვენ არა ხართ ერთმანეთში გარკვეული და რაღაც მომენტში თან გარკვეული ხარ და თან არა ხარ გარკვეული. ანუ აქ არის ძალიან დიდი მძიმე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები და რა კაი კომბინაციები დღეს აი პირდაპირ აი გადმოფენილია ეს ენერგეტიკა, როგორ იცი? ძალიან მარტივად რო იკითხება ყველაფერი. თუ მიდიხარ წადი, გეუბნება ტარო, მაგრამ არ მიდიხარ და შენი ინტერესი არის და შესაბამისად ვერ უარყოფთ ამას, იმიტომ რომ თქვენ მინიმუმ ეხა გაშლას უყურებთ, ხო? თავისთავად. მეორე, ზუსტად ის მომენტია, რომ ანუ კი რაღაცა არის თან ერთნაირები ხართ. მაგრამ ვერ ეწყობით მაინც. ართმობ შენ რაღაცებს. არა ხარ შემარტივი. და მისთვის პრობლემა ის არის, რომ ადრე თუ შენი მართვა შემეძლო, ხოლმე შენი მართვა არ შემიძლიაო. ანუ კითხვა იყო ასეთი, რა გინდა საერთოდ? შენც გეკითხება და მასაც ეკითხება, რა გინდა საერთოდ? შენ კი გითხარი, რაც გინდა, თან გინდა და თან არ გინდა, თან გასული ხარ და თან თითქოს რჩები. მაინტერესებს ამ ადამიანს მაშინ რა უნდა, თვითონ ვერ არის ისეთ ენერგიებში რომ გაიგოს რა უნდა. ამას რა უნდა? თქვენგან უნდა ინიციატივა, თქვენგან უნდა გადაწყვეტილება გამარტივე შემსუბუქეს ურთიერთობა და არ არის რადიკალური ცვლილებები და მუქარა და რაღაცები აქ საჭირო გეუბნება, შეიძლება უფრო მარტივად ვისაუბროთ და არ მიმანიშნო, შეგიძლია პირდაპირ თქვა ყველაფერი. მაგრამ ეს პირდაპირობა არ უნდა იყოს ძალიან რთული. მითხარი პირდაპირ, მაგრამ მარტივად გასაგებად. ანუ რო არ დაგუგლოს ეთყობა მერე. ან ChatGPT-ს რო შეეკითხოს, რა მომრავლდა ხალხო ეს ChatGPT-ზე სინდრომი ქვია ტაროს გაშლა, აი ღმერთ. აი ეს არის უკვე, აი რა ვთქვა, არ ვიცი. არ ვიცი რა ვთქვა. რჩევა თქვენთვის. სამიანი ხმალი, ღმერთო ჩემო, რა არის ეს რა რჩევა? როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს თქვენ შორის გადაწყვეტილება, უნდა მიიღო გადაწყვეტილება. არ აქვს მნიშვნელობა მესამე ფაქტორების უსულოა, სულიერია, მესამე ფაქტორები არის კიდე რომ მტკივნეულია და ტოქსიკურია ეს ურთიერთობა, უნდა მიიღო გადაწყვეტილება. კი, შეიძლება ვერ გაზეთ, ნახე, მე სადაც ვერ ვძლებ და მე სადაც მტკივა შენთან ერთად, მაგრამ ამ უშენოს და შენ შორის ჯობია ერთი რა თქმა უნდა ჯანსაღი ტკივილი, რომელიც შენთვის იქნება არაჩვეულებრივი, რომელიც პირიქით რაღაცა ამ ურთიერთობას რაღაც სხვა სივრცეს მიცემს. და შეიძლება ამასობაში შენს ისე გაგიღიმოს ცხოვრებამ და მომავალმა, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი გაიცნო მაგალითად და იყო ძალიან კარგად. მოკლედ გოგონებო, ასე იყო დღევანდელი გაშლა. მე როგორც ყოველთვის ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით